Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვიმყოფებით ისრაელში. კერძოდ იმ ადგილზე, სადაც 2 წლის უკან 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს ვერაგულად დაესხა თავს ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მე მათ არც პალესტინელებს უძახებ, მათ უძახებ როგორც ჰამასის ტერორისტები. მათ ადამიანობასთან არაფერი კავშირი არ აქვს საერთოდ, ისინი არიან არა ადამიანები. მე ადამიანს ვერ უწოდებ ადამიანს, რომელიც მოდის და 2 წლის ბავშვს კლავს, 9 თვის ბავშვს მიყრუტა ღუმელში დევს. და ეს ყველაფერი დაიწყო აი აქ არის იყო ფესტივალი და მე ვეცდები გაჩვენოთ, მივიდე ვეცდება ყველასთან ვერ მივარ, იმიტომ რომ 1600-ზე მეტი მსხვერპლია მარტო აქ. ვინც იყო. შემდეგ მე გაჩვენებთ იქ მოგვიანებით გაჩვენებთ სხვებს, მანქანები, რომელიც დარჩა. ეს მანქანები სასაკლაო რაც დატოვეს იქ. მოკლედ საშინელებაა რა ერთი სიტყვა და მინდა უბრალოდ წარმოდგენა გქონდეთ თქვენ, ვისაც ისრაელი გძულთ და ამტყუნებთ ისრაელს, წარმოდგენა გქონდეთ ვის ეუბნება ისრაელი და რას ეუბნება. თქვენ წარმოდგენა არ აქვს. აი ახლა მე მინდა გაჩვენოთ. აი აქედან შორიდან მინდა გაჩვენოთ. ახლოს არ მივა. უბრალოდ დაღუპულები ხალხის რიცხვი მინდა გაჩვენოთ, რაც მართლა მოაწყო უდანაშაულო ხალხი, რომელიც იყო შეკრებილი კონცერტზე, ფესტივალზე და ამ ახალგაზრდებს დაესხა თავს. აი ეს გააკეთა იმ ჰამასის ტერორისტები. მაპატიეთ ცოტა აღელვებული ვარ, ძალიან მძიმეა აქ ყოფნა ჩემთვის და მე მძიმე ამ სურათების ყველაფრის ნახვა. აი ეს სადაც განლაგებულია ეს ყველაფერი სურათებსაც თქვენ იხილავთ, აი ჩემს უკან. აქ არის ის ყველა აქ ამ ადგილზე ნაპოვნია კვტარი. და მის ადგილზე დადობილია ეს სურათი, ვინც სადმო. აი ჩემს უკან არის. აი ეს. ახლა გაჩვენებთ ყველას. და ყოველგვარი კომენტარის გარეშე მინდა უბრალოდ ნახოთ და დააკვირდეთ. თუ 21 საუკუნეში რას ებრძოლება ისრაელი და რაოდენ დიდი საშიშროებას წარმოადგენს ისლამის რელიგია და თითეული მუსლიმის მიმდევარი. რადიკალური ისლამის მიმდევარი. ალექსანდრე ლობანოვი, აქ იყო მიპოვეს კვტარი. ეგდენ იერუშალიმი, აქ იყო კვტარი. აქ იპოვეს. ნახეთ. აბრაჰამ ნაილ კოენ. აი ეს რონი პოლანოვ. აი ეს მოკლეს. მომეცოდი. აი უბრალოდ წარმოდგენა მინდა გქონდეთ თქვენ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს ასე მიდის და მიდის ხალხო. საშინელებაა. ხოდაია დავით. რიკი ნაზაროვ. ერთი ქართული გვარიც ავიკითხე იქით. ქართული ებრაელი ჯარისკაცი, რომელიც განგაშის დროს გამოცხადა თავის იმაში და უკვე რომ მივიდა დახოცილები დახვდა და ეგაც დახოცეს. ვარავით არ, ანუ მოთ შეშვენეს. ნახეთ. ამას კიდევ აგრძელებენ და კეთდება, ეს ჯერ კიდევ არაა დამთავრებული. აი ნახეთ. თითეული სურათი არის დადებული აქ, სადაც იყო კვტარი, სადაც კი იყო. თავის ადგილზე. რასთან გაქცა. რასთან გაქცა. აი, ყველა ეს ხალხი მეგობრებო არის ყველა დაღუპული.
აი აქ სადაც თქვენ ხედავთ სურათს თითოეული ადამიანი აქ ნაპოვნებთ არ იყო გაცხრილი საშინელება ეს არის საშინელება ეს რა ადამიანია ახლა ცოტა ზემოდან გაჩვენოთ შემოღებო ცოტა ზემოდან გაჩვენოთ დრონის გაშვებაზე ვარი მითხრეს აქ ყაზა ახლოსაა და ამიტომ ვერ გაგეშობიერთო დრონსო სპორტი შემოვიღოთ აი მე დღეს გაჩვენეთ ეს ადგილი სადაც მოხდა ეს ყველაფერი ეს უბედურება ტრაგედია რომელიც დატრიალდა 2023 წლის 7 ოქტომბერს კარობის დღესასწაულის ბოლო დღე რომელსაც უძახიან სიმხატ ტორა მერვე დღეს ეს ცალკე დღესასწაულია კარობის დღესასწაულის შემოდგენილი ნაწილია და რა შეიძლება უნდა ითქვას ამაზე შემოგარგებო ეს ყველაფერი მალე დამთავრდება ძალიან მალე მერწმუნეთ ისრაელი გაიმარჯვებს ისრაელი იცოცხლებს როგორც ებრაელები ამბობენ ამ ისრაელ ხაი ისრაელი იცოცხლებს და ყველა მისი ტერორისტი განადგურდება და ყველა მისი მოზრდილი განადგურდება რატო იმიტომ რომ ამას მერტი სიტყვა ამბობს მერტმა დაუდო ისრაელს აღთქმა ერთადერთი ერია და იმახსოვრეთ სოფლიოში ისრაელი და ებრაელი ხალხი რომელსაც ღმერთმა აღთქმა დაუდო